ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, სწორედ შეძახილები გვესმოდა შინდისის გმირების მემორიალთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ვერ შეძლებს და ვერ მიაღწევს ქართული ოცნება საკუთარ სურვილს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერასთან დაკავშირებით. სულ ცოტა დრო რჩება იმ მარშამდე, რომელიც დაიწყება ფილარმონიასთან და დასრულდება სიმბოლურად გმირთა მოედანზე. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებოდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან ადგილზე, მათ რამდენიმე ადგილი მოიარეს, იყვნენ მათ შორის შინდისის გმირების მემორიალთან, იყვნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ამ ყველაფრის შემდეგ დაგვირგვინება და დღევანდელი დღის შეჯამება იქნება სწორედ მარში, რომელიც მიეძღვნება სწორედ იმ იდეასა და სულისკვეთებას, რომ ერთი კონკრეტული და მთავარი დაუძინებელი მტერი ყავს საქართველოს რუსეთის სახით, რის გადაფარვასაც ქართული ოცნება ცდილობს, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ცდილობს ისტორიის გადაწერას, თუმცა ეს ადამიანები დებენ პირობას, რომ ეს ქართულ ოცნებას არ გამოუვა. დიდება საქართველოს! დიდება საქართველოს! ეს არის ადგილი სწორედ იმისა, რომ საქართველო ბოდიშს არასოდეს არ მოიხდის და ყველა ვინც ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რომ საქართველოს ხალხს აქვს ბოდიში მოსახდელი, არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოღალატე და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის გამყიდველი. ჩვენ გვყავს რუსოფილი ხელისუფლება, რომელიც თავდაპირ აბრუნებს ისტორიას და ცდილობს, ასე ვთქვათ, ჩვენს მოსახლეობას დააჯეროს ძალისმიერი მეთოდებით, რომ ჩვენ პირიქით აქეთ ბოდიში გვაქვს ვინმესთან მოსახდელი და თითქოს რუსეთი მტერი არ არის და ყველაფერი რაც საქართველოს დაემართა არის ჩვენი ბრალი. ეს არის პარადოქსი. მაგრამ საპროტესტო საზოგადოება გარდა იმისა, რომ აპროტესტებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობებს ამ ქვეყანაში და ეწინააღმდეგება, ამასთან ერთად ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც მუდმივად შევინარჩუნებთ და გავაღვივებთ და გავაძლიერებთ იმ მეხსიერებას, რაც შეესაბამება და შეესატყვისება ჩვენი გმირების ხსოვნას და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ თითოეულ ქართულს ახსოვდეს თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს, რა სიმწარე გადაიტანა ქართულმა ხალხმა. ჩვენ ვიმყოფებოდით ერგნეთში, სადაც ადგილობრივმა მოგვიყვა დეტალურად ინფორმაცია თუ როგორ აწამებდნენ ხალხს რუსები და როგორ დღეში ჩაყარეს იქაურობა. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი რომ ყველამ უნდა იცოდეს თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს. დიდება ამ გმირებს, დიდება ამ ბიჭებს, რომლებმაც მოიტანეს თავისუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს თავისუფლება შევინარჩუნოთ. გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი, ეს არის მთავარი სათქმელი იმ საპროტესტო მარშისა და აქციის, რომელიც დღეს გაიმართება. ლოკაციად განისაზღვრა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და სიმბოლურად ეს აქციაც დასრულდება გმირთა მოედანზე. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების, საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლები ელოდებიან ყველას სიმბოლურად დღევანდელ მარშზე იმის სადემონსტრაციოდ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეს ჩვენს ქვეყანას კარგად აქვს გააზრებული და ქართული ოცნება ისტორიული ფაქტების ფალსიფიცირებას ვერ შეძლებს.